აბა შევხედოთ ეკრანს. აი, ვხედავთ კონკრეტულ სურათს. იქ იყო ფეხის ფალანგების პრობლემა, აქ იყო თითის შემაერთებელი, ასე ვთქვათ, სახსრების, დეფორმირებული ხელები. მოკლედ, თქვენ ახლა უყურებთ კონკრეტულ დაავადებას, რომელსაც ქვია რევმატოიდული ართრიტი. რადგან ეს გახლავთ აუტოიმუნური დაავადება, მარტო სახსრების ტკივილით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ენდოკარდიტის ან თუნდაც მიოკარდიტის, ანუ გულის სხვადასხვა შრების ანთება შეიძლება გამოიწვიოს, ასევე და ასეთ პაციენტებთან მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი 3-ჯერ უფრო მაღალია. რევმატოიდული ართრიტი მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს, მაგრამ განსაკუთრებით ის აქტიურია 30-დან 60 წლის ადამიანების პოპულაციაში. განსაკუთრებით ეს არის ქალბატონებში. ის შეიძლება განვითარდეს ბავშვებს, მოზარდებს 16 წლის ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს რევმატოიდული დაავადება. კარგით, მაშინ ის თუ ვიცით რა იწვევს ამ რევმატოიდულ ართრიტს? გამომწვევი მიზეზი არ არის ცნობილი, დაუდგენელია. თუმცა არსებობს რისკ ფაქტორები და მაპროვოცირებელი ფაქტორი, ამათ შეიძლება გაამწვაოს არსებული დაავადება. და ეს მაპროვოცირებელი ფაქტორებია: გენეტიკური წინასწარ განწყობა, სქესი, ინტოქსიკაცია, ბაქტერიული დაავადებები, გრიპი და ანგინა, ძლიერი ემოციური ფონი და სტრესი, სხეულის გადაციება, იგივე ჰიპოთერმია, ორსულობა და აბორტი, ასევე ჭარბი წონა და მავნე ჩვევები. რა ცუდია, რამდენი ის რისკ ფაქტორი არსებობს, ასე ვთქვათ. თუმცა ყველა ადამიანზე რევმატოიდული ართრიტი სხვადასხვანაირად ზემოქმედებს. ზოგ შეიძლება წლების განმავლობაში უვლინდებოდეს, ხო, რაღაცა ნელ-ნელა ემატებოდეს ეს ტკივილის შეგრძნება, ზოგ კი შეიძლება ისე ძალიან მომენტალურად თავს დაესხას, ასე ვთქვათ და საკმაოდ სწრაფად პროგრესირებდეს. მთავარი კლინიკური გამოვლენა არის სახსრების დაზიანება და აქედან გამომდინარე ძალიან კონკრეტული დღის მონაკვეთში შეიძლება გამოვლინდეს სადღაც გამთენიისას, აი ძილის უკვე ბოლო ფაზისკენ და ან დილის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს გამოხატული ტკივილთან ერთად შეშუპების შეგრძნებით, ზოგადად დილის შებოჭილობით, ასე ეძახიან აი ამ შეგრძნებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ანამნეზის აკრეფვის დროს. მოდი ეხლა სხვა სიმპტომებსაც დავამატებ. ეს გახლავთ ტკივილის შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა, დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მატება და ცხელება, სისხლძარღვების ფუნქციური დარღვევა, მადისა და ძილის გაუარესება, წონაში სწრაფი კლება, თვალებისა და პირის სიმშრალე, კანქვეშა კვანძების განვითარება. მწვავე რევმატოიდული შეტევების დროს ხშირად ზიანდება გული, ასევე ზიანდება ნებისმიერი სახსარი, როგორც წვრილი სახსრები, ისევე დიდი სახსრები. ასევე შესაძლებელია დაზიანება გამოიწვიოს ისეთი ორგანოც, როგორიც არის თვალი, კანის დაზიანება და ასე შემდეგ. ანუ რევმატოიდული ართრიტი არ წარმოადგენს მხოლოდ მონოპროფილურ დაავადებას, რომელიც თქვათ მხოლოდ და მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას აზიანებს. მიმართვა უნდა მოხდეს დარგის სპეციალისტთან, რომ დაისვას დიაგნოზი და განხორციელდეს ადეკვატური მკურნალობა. ხო, დარგის სპეციალისტი ყავს მოწვეული ახლა და ამ საკმაოდ კომპლექსურ საკითხზე სწორედ მასთან ერთად ვისაუბრებ. დღეს შემოგვიერთდება რევმატოლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრის რევმატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ცისკარიშვილი. მადლობა მოწვევისთვის. პირველი ნინო ეკიმა მინდა კითხოთ, ასეთი რამ პაციენტები რო ამბობენ, რომ აქვთ ართრიტი. აი რას გულისხმობენ ამ ტერმინის ქვეშ? ეს არის ერთი დაავადება თუ მრავლობით დაავადებას აერთიანებს ეს? ასე მეტი სხვადასხვა ართრიტი არსებობს. ეს არის ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული დაავადებები, განსხვავებული მიმდინარეობით, განსხვავებული პროგნოზით, განსხვავებული მკურნალობით. ყველა მათგანისათვის დამახასიათებელია ნამდვილად სახსრის ტკივილი, რიგ შემთხვევაში შესივება, ფუნქციის შეზღუდვა, მაგრამ ესენი ერთმანეთისაგან განსხვავებული დაავადებები არიან და სჭირდებათ განსხვავებული მიდგომა. როგორ შეგიძლიათ პატარა ექსკურსია გაგვიკეთოთ, აი რა ვერსიებზე შეიძლება იყოს საუბარი? მარტივად რომ ავხსნა, ჯობია რამდენიმე ართრიტის, შედარებით გავრცელებული ართრიტის მაგალითზე ვისაუბროთ. რევმატოიდული ართრიტი, რომელიც გარკვეულწილად პროტოტიპული ართრიტია და ყველაფერს მერე მას ვადარებთ ხოლმე.
ნამდვილად ყველაზე გავრცელებული ართრიტი გახლავთ. ასევე არანაკლებ გავრცელებული ფსორიაზული ართრიტი და პოდაგრული ართრიტი. გამომდინარე იქიდან, რომ ართრიტების დიდ უმრავლესობას საერთო კლინიკური მახასიათებლები გააჩნიათ, ეს არის სახსრის ტკივილი, რიგ შემთხვევაში შესიება ფუნქციის მოშლა. ამ ყველაფერს ერთი საერთო ტერმინით ართრიტით მოიხსენიებენ. არადა ეს რეალურად ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული დაავადებებია, განსხვავებულია მათი პათოგენეზური მექანიზმები, მიმდინარეობა, პროგნოზი, მკურნალობა, ძირეული სხვაობა ამ დაავადებების მკურნალობაში. აი, რითი უნდა მიხვდეს ჩვეულებრივი ადამიანი, პაციენტი, რომელსაც აწუხებს ართრიტის მსგავსი სიმპტომატიკა, ანუ რა დაავადება მის უკან აუცილებლად დიაგნოზს უამს ექიმი, ხო? აუცილებლად. ექიმის სპეციალისტი სვამს დიაგნოზს. და რაც შეეხება პაციენტებისთვის, მოდით ასე ვთქვათ, რა შეიძლება იყოს მეტად საყურადღებო სიმპტომი და რომელი სახსრის ტკივილია უფრო საყურადღებო. და როდის უნდა მოგმართოთ? ეს მესიჯები შეიძლება პაციენტებს მივაწოდოთ. მივაქციოთ ყურადღება ტკივილის რიტმს. მაგალითად, ანთებითი რიტმის ტკივილი ძირითადად ღამის მეორე ნახევარში, დღის პირველ ნახევარშია. თიკამწეღან ახსენა დილის შებოჭილობა. ეს ესეთი გავრცელებული ტერმინია და გულისხმობს დილას მეტად გამოხატულ ტკივილ სახსრების მოძრაობის შეზღუდვას და ასე შემდეგ. როცა რევმატოიდულ ართრიტს ეხება საქმე, უპირატესად წვრილი სახსრების დაზიანებაზე, რა თქმა უნდა, საუბარი. მეორე არის ჩართული სახსრების რაოდენობა, ანუ ზოგიერთი ართრიტის შემთხვევაში ერთი სახსარია დაინტერესებული, ზოგიერთი შემთხვევაში რამდენიმე და ზოგიერთი შემთხვევაში მრავალი სახსარი. აი ეს მრავალი სახსრის დაინტერესებით მიმდინარე ართრიტი იწოდება პოლიართრიტად. და სხვა შორის პაციენტებს ესეც ახასიათებს, მე მაქვს პოლიართრიტი და იმის იქით უკვე აღარ კონკრეტდება, ვთქვათ, რომელი კონკრეტული პოლიართრიტით მიმდინარე დაავადება. ასევე მნიშვნელოვანია სახსროვანი სინდრომის გადანაწილება, რომელი სახსარი არის ჩართული. წვრილი სახსრების უპირატესი დაზიანებით არის მიმდინარე მდგომარეობა, მსხვილი სახსრების უპირატესი დაზიანებით. აი მაგალითად, რევმატოიდული ართრიტისათვის განსაკუთრებით დებიუტში დამახასიათებელია უფრო მეტად წვრილი სახსრების დაინტერესება. მტევნის მაგალითზე ოღონდ სხვაობა ამ წვრილ სახსრებს შორისაც. რევმატოიდული ართრიტისთვის ნეფალანგთა შუა სახსრები, პროქსიმალური ფალანგთა შუა სახსრები არის უპირატესად დამახასიათებელი, ხო? თუმცა აქ მხოლოდ დებიუტზე და სტანდარტულ შემთხვევაზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ართრიტი დაიწყოს მხრის სახსრით და ასე შემდეგ. შედარებით გვიან ეტაპზე შეიძლება ჩაერთოს მენჯბარძაყის სახსარიც. რაც შეეხება ფსორიაზულ ართრიტს, რომელიც ერთ-ერთი ასევე ფართოდ გავრცელებული ართრიტია, ხო? ამ ართრიტს ახასიათებს მაგალითად მტევნის შემთხვევაში უფრო მეტად დისტალური ფალანგთაშუა სახსრების საფრჩხილე, კი ბატონო, დისტალური ფალანგთაშუა სახსრების დაინტერესება და ასევე მტევნისავე მაგალითზე არის ასეთი პრაქტიკულად პათოგნომური, ძალიან დამახასიათებელი სიმპტომი, ეს არის ღერძული დაინტერესება, ღერძული დაზიანება, როდესაც ერთი თითის ყველა ფალანგია პროცესში ჩართული. ასევე სხვა შორის, ფსორიაზის მაგალითზე ასიმეტრია ახასიათებს სახსროვან სინდრომს. ანუ სხვადასხვა სახსარი შეიძლება იყოს სხეულის სხვადასხვა მხარეს ჩართული, განსხვავებით რევმატოიდული ართრიტისგან, რომელიც მეტად სიმეტრიული ართრიტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სხეულის სხვადასხვა მხარეს ძირითადად თანამოსახელე სახსრები არის ჩართული, რა თქმა უნდა მეტნაკლებობა. ანუ ორივე მაჯა დაუშვათ ტკივა, ხო? თუ ტკივა ორივე მაჯას ტკივა. კი ბატონო, და პოდაგრული ართრიტი, რომელიც ასევე ქრონიკული ართრიტია, თუმცა მას ახასიათებს მიმდინარეობა ესეთი გამწვავების ეპიზოდების სახით. როგორც წესი ამ შემთხვევაში პერიფერიული სახსრებია ჩართული. პარალელურად შეიძლება ქონდეს ორი ვერსია. ორი ართრიტი შეიძლება ქონდეს. მაგალითად, ფსორიაზულ ართრიტს და პოდაგრულ ართრიტს ახასიათებს დაწყვილება, კი ბატონო. ასევე ხშირია, ვთქვათ, ქრონიკული რომელიმე ანთებითი დაავადების ართრიტის დაწყვილება სახსრების წვეთით მიმდინარე დაავადებასთან, ართროსთან. დიაგნოსტირების ნაწილი როგორ ხდება? იმიტომ რომ ერთი არის აკრეფა, ასე ვთქვათ, ანამნეზის და მოძიება, ინფორმაციის იგივე წარსული რაღაც გამოცდილებები თუ გენეტიკური განწყობები, კიდე
კიდევ რა ინსტრუმენტებით ხდება დიაგნოსტირება ამა თუ იმ ართრიტისა? კი ბატონო, ანამნეზის შეკრება, ის რაც თქვენ ახსენეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და შემდეგ უკვე აი ამ ანამნეზის შეკრებით გასინჯვით მიღებული მონაცემების საფუძველზე დგება გამოკვლევის გეგმა, რომელიც რა თქმა უნდა გულისხმობს ლაბორატორიულ კვლევებს, გულისხმობს რადიოლოგიურ დიაგნოსტიკას, იქნება ეს ულტრასონოგრაფია, რენტგენოდიაგნოსტიკა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და შედარებით ნაკლებად კომპიუტერული ტომოგრაფია. შეირჩა დიაგნოზი ექიმის მიერ და დასტურდა აი მკურნალობა როგორ ხდება ამ დროს. მკურნალობა ხდება მედიკამენტური მხარდაჭერით და არამედიკამენტური ღონისძიებების გატარებით. რევმატოიდულ ართრიტს და პოდაგრურ ართრიტს განსხვავებული მკურნალობა ჭირდება, ხო? რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებული მკურნალობა ჭირდება. პრაქტიკულად, როცა მოდიფიცირებელ თერაპიას ეხება, ეს ორი ართრიტი არც კი იკვეთება ერთმანეთთან. თუმცა პაციენტისთვის ეს რთულად გასაგებია, იმიტომ რაღაცა ეტაპზე ის ხედავს, რომ იმასაც შედეგი აქვს, ხო? იმასაც აქვს კლინიკურად სადღაც მსგავსი რაღაცა ართრიტი. ერთი თქვით მედიკამენტოზური მკურნალობა და მეორე არამედიკამენტოზური. აი რა იგულისხმებოდა მეორე ნაწილში? ეს არის დაუშვათ ცხოვრების წესი, რაღაცა კონკრეტული რჩევები, რაც შეიძლება მოისმინოს. ყובה. უნივერსალური რჩევა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით. მაგრამ რა თქმა უნდა, სხვადასხვა ართრიტს უკვე სხვადასხვა არამედიკამენტური ღონისძიების გატარება სჭირდება. პოდაგრულ ართრიტს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყובה, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პურინებით მდიდარი საკვების შეზღუდვა. ალკოჰოლი, მათ შორის ლუდი, ესეთია ხორცი, განსაკუთრებით წითელი ხორცი, ხორცის ნახარში განსაკუთრებულად, ასეთია პარკოსნები და ასე შემდეგ. სხვა ართრიტების შემთხვევაში რას აქვს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც დავუშვათ პოდაგრული შემთხვევაში კვების. სხვა შორის აუტოიმუნური დაავადებების, აუტოიმუნური ართრიტების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ესეთი ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რაც ითვლება, რომ დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკრობიომზე, რაც თავისთავად უკვე დადებითად აისახება დაავადების მიმდინარეობაზე. გენეტიკურ ფაქტორს რამდენად ენიჭება მნიშვნელობა, იმიტომ რომ დედას ტკიო და ბებიას ტკიო და მამას აწუხებს და ყველას აქვს მოლოდინი. რა თქმა უნდა, გენეტიკური წინასწარ-განწყობა არსებობს და მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები. ამის ძალიან კარგი მაგალითია ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები, რომელთაც პრაქტიკულად იდენტური გენეტიკური ინფორმაცია აქვთ. და აი ასეთ შემთხვევებში 20%-ში აქვს ორივეს რევმატოიდული ართრიტი და 80%-ში ერთს აქვს და მეორეს არ აქვს. ეს უსვამს უკვე გარემოს ფაქტორების მნიშვნელობას ხაზს. რამდენიმე ესეთი ცალსახად აღიარებული ნეგატიური რისკ ფაქტორია, ერთ-ერთი გახლავთ თამბაქო და რა თქმა უნდა თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავება, ასევე მნიშვნელოვანია ნაწლავის მდგომარეობაზე ზრუნვა, პირის ღრუს მდგომარეობაზე, ღრძილებზე ზრუნვა და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ესეც წარმოადგენს, ვთქვათ, საპრევენციო ღონისძიებებს იმისათვის, რომ ჩვენი გენეტიკური წინასწარ-განწყობა არ რეალიზდეს. და სხვა შორის ერთი ნეგატიური რისკ ფაქტორია ასევე ესეთი უნივერსალური სტრესი, მაგრამ აი ამ ნაწილს ამის პრევენცია ნამდვილად შეუძლებელია. ნინო, ბოლო შეკითხვას დაგისვათ, აი დავუშვათ გვიყურებენ მაყურებლები და მინდა დავუშვათ მიხვდნენ, რომ დროა მივიდნენ რევმატოლოგთან. რა სიმპტომებით შეიძლება ამოიცნონ? დილის შებოჭილობა ყველაზე მარტივია მეტნაკლებად. აი კიდე რა სიმპტომი არის ის, რომელიც შემდეგაც ექიმთან მისვლის დროა, რევმატოლოგთან მისვლის დროა. ამინდის ცვალებადობის შემთხვევაში რომ მტკივათ, ხო, ფეხები მტეხავს რაღაცაიად, ეს თუ არის მიზეზი რომ მოვიდნენ თქვენთან. ან დაუშვათ ცუდად მედობ ხარი ძილის დროს და გაიღვიძა და მხარია გაშეშებული. აი რა სიმპტომებით მოვიდნენ თქვენთან?
ეს არის სახსრების მყარი ტკივილი. რომ გავირბინე მუხლი მეტკინა და თქვა 10 წუთში გადამიარა და შემდგომში თავი აღარ შეუხსენებია, რა თქმა უნდა, ასეთი ტკივილი ჩვენი სამართავი არ არის. საყოფაცხოვრებო. რამდენჯერაც წარმოვიდგე, იმდენჯერ მტკივა მუხლი არის ეს თქვენი. ეს რა თქმა უნდა, ეს უკვე საჭიროებს ექიმის შეფასებას. მაგრამ რევმატული დაავადებების შემთხვევაში ხშირად განსაკუთრებით სპონდილოართროპათიების შემთხვევაში ჩართულია ხერხემალი. აი მან ძალიან გვიჭირს. იმიტომ რომ წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, ცხოვრების წესიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და ადამიანები ჩვენ თან ნახეთ როგორ არის სახსრის შემთხვევაში მე ვხედავ ანთების ნიშნებს, როგორიც არის შესიება, როგორც არის ლოკალური ტემპერატურის მატება და ასე შემდეგ, ტკივილთან ერთად. მაგრამ ამას მე ვერ ვხედავ ხერხემლის შემთხვევაში, განსაკუთრებით პირველ წლებს, როცა ეხება საქმე. უბრალოდ ადამიანს ტკივა წელი. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი. არაანთებითი წელის ტკივილი ხასიათდება დატვირთვისას მეტი ტკივილით, მოსვენებისას მდგომარეობის გაუმჯობესებით, ხო, რასაც ჩვენ ყველანი ვართ მიჩვეულები. აი ანთებითი რიტმის წელის ტკივილი, რომელიც თქვა დროულ ამოცნობას აჭიროებს და ეს არის წითელი დროშა მედიცინაში. ეს გახლავთ ტკივილი, რომელიც უარესდება მოსვენებულ მდგომარეობაში და შედარებით უმჯობესდება მოძრაობისას. აი ეს არის ხოლმე თქვა ხერხემლის ანთებითი დაავადებების ამოცნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კეთილი. მთავარია ის ყველაზე ხშირი გამოვლინებები ართრიტების ჯგუფიდან მათ შესახებ ვისაუბრეთ. მეტნაკლებად შევეცადეთ, რომ ჩვენი მაყურებლებისთვის ნათელი ყოფილიყო, როგორ შეიძლება ამოიცნონ და რა დრო შეიძლება ჩათვალონ უფრო ზუსტად რომ მიმართონ ექიმს და რაც მთავარია გავიგეთ ის, რომ ყველა ართრიტს სჭირდება ძალიან კარგი დიაგნოსტირება და შემდეგ შესაფერისი მკურნალობის მოძიება, რაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რევმატოლოგს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ნინა ჩვენთან სტუმრობისთვის და ყველას გისურვებთ შეუბოჭავ ძვალსახსრობა სისტემას და ცხოვრებასაც.